საქართველოში მევენახეობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. მეღვინეობა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში განსხვავებულ სახეს იძენს. კლიმატი, ნიადაგი, ტრადიცია და ტექნოლოგიური განვითარება ძირითადად განსაზღვრავს, თუ როგორ იქმნება ღვინო კონკრეტულ ქვეყანაში. ტრადიციულ წარმოებასთან ერთად მყარ პოზიციას იკავებს ბიომეღვინეობაც. ბიომეღვინეობა გამორიცხავს ქიმიას და ღვინის ბუნებრივი, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომით დამზადებას უზრუნველყოფს. ჩვენი რესპონდენტი ბიომარანის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა თუშიშვილია, რომელიც 13 წელია ბიომეურნეობის ბიზნესითაა დაკავებული. მისი ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა სახის ღვინოს. მათი წარმოებული ღვინო და მოყვანილი ყურძენი შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტს ბიომიმართულებით. ის გვესაუბრება ბიომეურნეობაზე, როგორც ბიზნესზე დღევანდელ საქართველოში. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდის უბანში, კონკრეტულად კომპანია ბიომარანის ვენახებში, რომელიც დაფუძნდა 2012 წელს და ამ კომპანიის დაფუძნების მიზანი იყო 5 უახლოესი მეგობრის გაერთიანება და გაერთიანება იმ იდეის გარშემო, რასაც საფუძვლად დაედო ბიოპროდუქციის წარმოება. ჩვენი ფართობი მთლიანად მოიცავს 15 ჰექტარ ვენახს, სადაც გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ვენახები და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, ეს არის საფერავი, ქისი, ხიხვი, კახურიმწვანე და რქაწითელი. 2016 წლიდან კომპანიას გააჩნია ევროკავშირის სერტიფიკატი ბიოპროდუქტის წარმოებაზე, ყოველწლიურად ხდება დაკვირვება, ყოველწლიურად ხდება ფოთლის, თვითონ ვაზის, რაღაც კონკრეტული ნაწილის, ყურძნის ანალიზის გაკეთება და ამის შემდგომ უკვე ჩვენს მიერ ხდება კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენა, რა სხვადასხვა საშუალება გამოიყენეთ შეწამლისთვის, ვენახის ყურძნის მოსაყვანად და წლის ბოლოს დეკემბრის თვეში გვეძლევა სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი პროდუქცია შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტანდარტს ბიომიმართულებით. ბევრი ქართული კომპანიაა დაინტერესებული ჩვენი პროდუქციით, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით ყურძენს, წლების მიხედვით გარკვეული მარაგები არის ჩვენს საცავში, რომელიც ეტაპობრივად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცირე რაოდენობით, მაგრამ იყიდება. ამ მთლიანი პროექტის მიზანი ისევ და ისევ არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად აი ამ დალოცულ ქართულ მიწაზე იწარმოებოდეს ნატურალური ჯანსაღი პროდუქტი. რატომ არ არიან საქართველოში დიდი რაოდენობით ბიომწარმოებლები? ამ კითხვაზე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას დირექტორი მარიამ ჯორჯაძე გვიპასუხებს. ბიოწარმოება ყველგან სადაც განვითარდა სახელმწიფო ხელშეწყობით, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი არის, როდესაც ბიომწარმოებელს სჭირდება ხელშეწყობა. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა ბიოწარმოების განვითარებისთვის, არ არის ადეკვატური. გარდა ამისა, ცოდნა სამწუხაროდ საქართველოში ბიოწარმოება რა არის ძალიან დაბალი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი ყურძნის იმ სახეობას აქვს, რომელზეც მოთხოვნა ან ძალიან დაბალია, ან საერთოდ არ არის. მაგალითისათვის 2025 წელს ყველაზე დაბალი ფასი თეთრ ყურძენს ჰქონდა მაშინ, როცა სწორედ თეთრი ყურძენი იყო ყველაზე მოთხოვნადი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მევენახეობა დღეს ერთგვარ გარდამტეხ ეტაპზე დგას. საუკუნოვანი ტრადიციის მიუხედავად სექტორი სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ყურძნის დაბალი ფასი, არასტაბილური ბაზარი და სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერა მევენახეობას ბევრისთვის ნაკლებად მომგებიან საქმიანობად აქცევს. პარალელურად მსოფლიო გამოცდილება და ადგილობრივი ბიომწარმოებლების მაგალითი აჩვენებს, რომ ბიომეღვინეობა რეალური ალტერნატივა და განვითარების პერსპექტიული გზაა.